მოგესალმებით TST სპორტის მაყურებლებო, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდის. დღეს საინტერესო თემა გველოდება წინ. მაგრამ სანამ ამ თემაზე დავიწყებ საუბარს, აუცილებლად გეტყვით, რომ გამოიწვევთ ჩვენი YouTube არხი, დაგვიწეროთ კომენტარები და ლაიქოთ ეს ვიდეო და ასევე სანამ სტუმარს წავადგენ, მადლობა მინდა გადაუხადა ორტონას, რომელიც ქმას პინძლობს ადგილზე მოხარშული ლუდით, კრაფტ ლუდით, რომელსაც საოცარი გემო აქვს და იმ კერძებით, რომელიც ჩვენ წინაშე წარმოადგენილი და მართლა საოცარი სუნი აქვს და დამჯერეთ საკმაოდ გემრიელია და აუცილებლად გირჩევთ ყველას. რაც შეეხება უშუალოდ ამბავს, რის შესახებად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ეს არის სპორტული ფსიქოლოგია და როგორც დაგიანონსეთ წინა გადაცემაში, ჩვენთან ერთად არის სპორტული ფსიქოლოგი საბა ეფრემიძე. მადლობა საბა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხარ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე საინტერესო საუბარი გამოვა, ალბათ რაც ამ მიმართულებით ქართულ YouTube-ზე არსებობს. იმიტომ რომ რაც აქამდე უკვე მოვთელეთ, ასე თქვა ამბავი, ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება წინ და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად ხარ. პირველ რიგში როგორ ხარ? როგორი შემართებით ხარ და მაინტერესებს პირველივე კითხვასთან დაგისვავ. რა არის ზოგადად სპორტული ფსიქოლოგია? აი, ერთი-ორი სიტყვით რომ ჩვენ მაყურებელს აუხსნათ რატომ უნდა მოგვისმინონ რა. გამარჯობა. მადლობა აქ ყოფნისთვის. თქვენ გადაცემას წარმატებებს ვუსურვებ. მეც ამ გადაცემას ვიყენებ იმისთვის, რომ ხალხმა გაიგოს, რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. რაც შეეხება სპორტულ ფსიქოლოგიას, სპორტული ფსიქოლოგია უფრო მეტად მენტალურ ვარჯიშს დავარქმევდი. აი როგორც ფიზიკურად ვარჯიშობ, ან ტექნიკურად ვარჯიშობ, ან ტაქტიკურად ანალიზს აკეთებ, ასევე გჭირდება მენტალური ვარჯიში. რომ სწორი მიდგომები გქონდეს, სწორი აზროვნება გქონდეს, წარუმატებლობა სწორად გაუმკლავდე, შეცდომაზე სწორი რეაქცია გქონდეს, ემოციები სწორად მართო, საკითხი არის უდიდესი. შესაბამისად, დღეს ვეცდები ვისაუბრო ისეთ საკითხებზე, რომელიც კრიტიკული არის სპორტსმენებისთვის და საინტერესო არის. კი ბატონო, მოდი პირველი რასაც კითხავ, რაც ასე თქვა გავრცელებული სტერეოტიპია და ძალიან ბევრი ამბობს ხომ ამაზე. თუ პრობლემა გაქვს, კი, მაშინ გჭირდება დახმარება მენტალურად, რომ უკეთესი გახდე. არის თუ არა რეალურად ეგრე და მხოლოდ პრობლემის შემთხვევაში მოდიან, თუ ისიც შეიძლება არ გქონდეს პრობლემა, უბრალოდ იმისთვის რომ უკეთეს გახდეს, შეიძლება გჭირდებოდეს დახმარება. კი. ძირითადად 80-90% მაგიტომ მოდის, როცა რაღაცები ვერ მიდის. ან რაღაცა პრობლემა შეხვდება, ან რაღაცა დაბრკოლება შეხვდება, ან რაღაცა წინაღობა, რომელსაც ვერ გადალახავს. ან ვერ ახერხებს რომ გადალახოს. მაგ შემთხვევაში მოდიან ძირითადად. თუმცა არსებობენ ბევრი სპორტსმენები, რომლებიც უბრალოდ ცდილობენ რომ უკეთესები გახდნენ. და ბევრი მაგალითი არის ახლა უცხოეთში, ბევრი გამოცდილი სპორტსმენი, კოჩორაშვილის მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან დაგვეხმარა, ყავს სპორტული ფსიქოლოგი, მენტალური მსწავლელი და ეგ ალბათ ძალიან დაეხმარა საქართველოს და ქართულ სპორტსმენებს, რომ უფრო მეტი ადამიანი მოსულიყო აქ. მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ არ არის აუცილებელი, რომ პრობლემა გქონდეს. მენტალური ვარჯიში აუცილებელი არის ხა. მე როცა ვიყავი 17-18 წლის ან 20 წლის სპორტსმენი, საერთოდ არ ვიცოდი მენტალური ვარჯიში რა იყო. და ამიტომაც ამ გადაცემაში ზუსტად მაგას ვეცდები, რომ ეს მენტალური ვარჯიში რაღაცნაირად ავხსნა, რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სპორტსმენებს გონიათ, რომ მოვლენ ჩემთან რაღაცეებს ილაპარაკებენ, რაღაცეებს გულს გადამიშლიან და მერე წავლენ. ეგეც, მაგრამ მარტო ეგ არ არის. არის მენტალური ვარჯიში, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. არის სიტუაციები, როდესაც შენთან მოდიან სპორტსმენები იმისთვის, რომ დაეხმაროთ. და არის როცა თქვათ უბრალოდ უკეთესი რომ გახდნენ იმისთვის ემზადები. ამ დროს სხვადასხვა მიდგომები იქნება, რა თქმა უნდა, და ამ ყველაფერს თვითონ ხვდება, რომელი უფრო ჭირდება თუ შენ ეხმარები იმაში, რომ გამოერკვიეს თავში პირველ რიგში რა ჭირდება. კი. მე ვეხმარები, რა თქმა უნდა. თავიდან სპორტსმენი რომ მოდის, რამდენიმე შეხვედრა არის, გამოკვლევის ფაზას ვეძახი, რომ კითხვებს უსვამ მუდმივად და ის მერე პასუხებს გამცემს და ამ პასუხების საფუძველზე გადავწყვიტავთ ჩვენ თავდაჯერებაზე უნდა ვიმუშაოთ, შეცდომიდან დაბრუნებაზე უნდა ვიმუშაოთ, მწვრთნელთან ურთიერთობაზე უნდა ვიმუშაოთ, კრიტიკის მიღებაზე უნდა ვიმუშაოთ თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ამას თვითონ ვერ ხვდება. ნუ შეიძლება გააზრებული კონდეს, მაგრამ მეც ვეხმარები, რომ უფრო მეტად და უფრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გაიგოს რა უფრო მნიშვნელოვანია და მე ერთად გადავწყვეტ, რომ ამაზე ვიმუშავოთ თუ ამაზე ვიმუშავოთ. მარტო ის არ არის, რომ მე ვეთქვი, რომ მოდი ამაზე ვიმუშაოთ. ერთად ვწყვეტ ეს
ორხრივი პროცესია ეს. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული პრობლემა ესე რომ თქვა, თუ რამეა, აი რა არის სანამ 18 წლის გახდები რა? აი, იმიტომ რომ მე მგონია რომ შეიძლება რომ მოვიდეს 12 წლის ბავშვი ჩვენთან. სიტყვაზე და შეიძლება მოვიდეს 30 წლის სპორტსმენი ჩამოყალიბებული რა. რა არის ეგ ყველაზე მეტად გავრცელებული და როგორ ვეხმარებით მაგ სიტუაციაში? სპორტსმენები კი 10 წლიდან მოდიან ჩემთან და ყავს ყველაზე დიდი 31 წლის ყავს მგონი. ძირითადი პრობლემას არა უფრო გამოწვევას დავარქმევდი არის თავდაჯერებულობა, რომ თავდაჯერებულები ვერ არიან. და შენ თუ თავდაჯერება არ გააქვს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი მოთამაშე ხარ, იმიტომ რომ შეიძლება ორი მოთამაშე რო ავიღოთ, ერთი მოთამაშე შეიძლება 10 ქულაზე თამაშობდეს, მეორე 5 ქულაზე. ამ 5 ქულაზე მოთამაშეს თუ აქვს უფრო მეტი თავდაჯერება, რა თქმა უნდა ეს უკეთესად ითამაშებს, იმიტომ რომ თუ თავდაჯერება არ გააქვს, შენ უნარებს ვერც გამოიყენებ. ყველაზე გავრცელებული პრობლემა გამოწვევა ეგ არის ხოლმე. და ამის მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს. იქ შეიძლება მშობელმა რაღაც უთხრა, შეიძლება იქ მცდელმა რაღაცა უთხრა, შეიძლება რაღაც პერიოდი წარუმატებლობა მიეწყო და სპორტსმენებმა ეს უნდა აღიქვანო, ეს არის ნორმალური, რომ შეიძლება ეს ups and downs მომენტი რა, რომ შეიძლება წარუმატებლობა რაღაც პერიოდი გაგრძელდეს, წარმატებლობა რაღაც პერიოდი გაგრძელდეს და შენი მენტალური სიძლიერე სწორედ ეგ არის, რომ შენ სწორად შეხვდები წარმატებასაც და წარუმატებლობასაც და ზუსტად მაგ მიმართულებით ვეხმარები, რომ შენ როცა წარმატებული მომენტი გაქვს არ მოდუნდე, ოღონ ამას სპეციალური სავარჯიშოები არსებობს, როგორ უნდა გააკეთო. როცა წარუმატებელი მომენტი გაქვს, პირიქით უფრო მეტად ეცადო, რომ ეს ამ წარუმატებლობას გაუმკლავე. ძირითადად არის ეს. მეორე არის ასევე ის, რომ შეცდომიდან დაბრუნება. რომ შეცდომას რომ დაუშვებ, ეს პირიქით ცუდი გონია. არადა რომ დაფიქრდე, შენ თუ შეცდომა არ დაუშვი, გამორიცხულია რომ განვითარდე. პატარა როცა ხარ და თავიდან არ ტყავ კარებში, ხან ძირდა არ ტყავ ფეხს, ხან ცოტა შორს დადებ. შენ თუ შეცდომა არ დაუშვი, ხო ვერ გაიგებ რანაირად უნდა დაარტყა და დიდობაშიც ეგრე როცა პროფესიონალი სპორტსმენი გახდები, როცა 25 წლის იქნები, არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც რეალში თამაშობდი და თუნდაც დინამოში თამაშობდი, არ აქვს მნიშვნელობა. შენ მუდმივად უნდა ცდილობდე, რომ ამ შეცდომიდან რაღაც ისწავლო. იმას კი არ ვამბობ, რომ შეცდომა უნდა მინდოდეს და შეცდომა უნდა მიხაროდეს, მაგრამ შეცდომა არის სპორტის ნაწილი, რომელსაც ვერავინ გაიქცევი ვერასდროს. გამორიცხულია და ამასთან გამკლავებაც უწევთ. ერთხელ ერთი სპორტსმენი მეუნება, რომ მე დავუსვი შეკითხვა, რომ როგორია სპორტსმენი, რომელიც შეცდომას არ უშვებს. მეუბნება, რომ იდეალური. ანუ არა იდეალური. პირიქით, სპორტსმენია, რომელიც ვერასდროს ვერ განვითარდება. ანუ შენ იცი სპორტსმენი, რომელიც შეცდომას არ უშვებს? მე არ ვიცი, შენ თუ იცი მითხარ. ანუ მესი რომ მესი არის, ისიც ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს და რონალდოს და ეს იამალზე ცოტა რაღაცა ძალიან ცოტა შეცდომა დაუშვა ბოლო თამაში, მაგრამ მაგანაც ხო დაუშვა შეცდომები. შესაბამისად, ეს შეცდომების არიდებას თუ ვცდილობ, უკვე არასწორი არის ჩემი მიდგომა. ეგეც კიდე არის ის, რომ მწვნელი მაგალითად. მარტივი მაგალითი ავიღოთ, რომ ერთ-ერთმა სპორტსმენმა მითხრა, ეხლა ამას წინ შესვალეს. მეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ ჩემ გვერდზე ვინც თამაშობდაო, სხვა ამის პოზიციაზე, ოღონდ გარემარბი არის და მეორე კრაიზე ვინც იყო რა, რომ ჩემზე უარესად ითამაშაო და მე რატო შემცვალაო, ის უნდა შეეცვალაო. ანუ წარმოიდგინე ეხლა სპორტსმენი ამ მიმართულებით რომ ფიქრობს, ჯერ პასუხს ვერ იპოვის. იმიტომ რომ ცვლის გადაწყვეტილება შეიძლება ტაქტიკური გადაადგილება არის, შეიძლება არ ვიცი რა მიზეზი შეიძლება იყოს. ხო, ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მოუფრთხილდა ამას, რაღაცა იმის უფრო მეტი გახსნა რაღაც ხო რა, რაღაც ბევრი რაღაცა. ეს ფიქრობს რომ კარგი არ არის. ანუ ეს მითხრა რომ მე ვფიქრობ რომ ეს რო შენს ეგრევე თავდაჯერების პრობლემები გაუჩნდა რა, რომ შეიძლება საკმარისად კარგი არ ვარ და უკვე არასწორად ვფიქრობ და მაგ მიმართულებითაც ვეხმარები რომ შენ სწორად ვიფიქრო რომ მაგალითად თუ შემცვალეს ეგ ნორმალურია, უნდა შემცვალო, მაგრამ როგორ შემიძლია უკეთესი გავხდე ამ თამაშიდან, რა მასწავლა ამ თამაშმა. ოღონდ ეს უბრალოდ სიტყვები არ უნდა იყოს. მე ყველა სპორტსმენს ვეუბნები რომ ჩვეულებრივი ჩანაწერი უნდა გქონდეს შენ თამაშს როგორ უნდა შეაფასო და ჩვეულებრივი შაბლონიც არსებობს და ამ შაბლონს ვაწვდი რომ აი მაგალითად ერთი გადაწყვეტილება მივიღე, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება და უკეთესი გადაწყვეტილება რა არის. ანუ ჩვეულებრივი ანალიზი ხდება რა. კიდე რა გითხრა, კრიტიკა ვთქვი, თავდაჯერება ვთქვი, შეცდომიდან დაბრუნება ვთქვი. კიდე ტრავმებიც არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეგეც არის, იმიტომ რომ ტრავმას რომ მიიღე, მგონიათ ხოლმე რომ ყველაფერი დამთავრდა, მესმის ძალიან რთული არის, მაგრამ მანდაც უნდა ეცადო რომ რეალურად ძალიან ბევრ რაღაცაზე ვარჯიშ შეგიძლია. თუ ფეხით კი შეგიძლია ივარჯიშო ზედატანზე. თუ ზედატანი გქონდა შეიძლება ფეხზე ივარჯიშო და ასე შემდეგ რა. მოკლედ საკითხი არის ძალიან დიდია როგორც ვთქვი, ძალიან ფართო. შემიძლია დავდგე და ეხლა 3 საათი მარტო მე ილაპარაკე რა მოგაღებინე ილაპარაკე. ნახე, ეხლა ახსენე შენ სხვადასხვა თემები და მაინტერესებს კიდე ეგეთი რაღაც.
ეს როგორც თქვი შეიძლება იყოს არა მხოლოდ როგორც სპორტში მომხდარი პრობლემის და გამოწვევის გამო, ასევე გარე ფაქტორების გამო რა. არის ისეთი შემთხვევები სიტყვაზე, როდესაც არა მხოლოდ სპორტსმენთან, არამედ მის გარემოცვასთანაც შეიძლება დაგჭირდეს რაღაც კონსტატაციების გავლა. იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ოჯახშია რაღაცა პატარა პრობლემა, რომელიც გადაჭრაც ამას ძალიან დიდ მენტალურ პრობლემის წინაშე აყენებს იმ მომენტში რა. აი მაგ დროს როგორ ხდება მაგ ყველაფრის ასე თქვა მოგვარება და დაფიქსირება ისე რომ არც სპორტსმენ შეიქმნას თავის კარიერულ წინსვლაში პრობლემა და ყველაფერი იდეალურად დამთავრდეს. მწვრთნელებთან ახლა ვერაფერს ვერ ვიწევთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მწვრთნელი იყოს პრობლემა, მე ვერ მივალ მწვრთნელთან და ვერ ვეტყვი, რომ ესე მოიქეცი. არ მოსულა მარტივად რო ვთქვა რა და. მაგრამ ბევრი სპორტსმენი მყავს ახლა უბრალოდ ცოტა პატარა ასაკის, მაგალითად 14-15 წლის ჯოგბურთელები ძირითადად, მაგრამ ფეხბურთელებიც, რომ მშობლებთანაც მუშაობ, მშობლები მოდიან ჩემთან და რეკომენდაციებს ვაძლევ, როგორ შეიძლება უკეთესად მუშაობა. იმიტომ რომ მშობლები მაგ ასაკში ერთ-ერთი ავტორიტეტები არიან, რომლისგანაც ძალიან ბევრს სწავლობს თავად შვილი. და მე თუ ისეთი რაღაც უთხარი, რამაც დააზიანა ეს სპორტსმენი, მე რა თქმა უნდა მშობელთანაც ჭირდება მუშაობა. მაგალითების საფუძველზე რომ განვიხილოთ რაღაცები, ბევრი სპორტსმენია რომ თამაშს დროს ელაპარაკება თავის შულს და მოდი თავი დაანებო, მიხედოს თავის თავს. შეიძლება გაამხნევო, შეიძლება რაღაცა უთხრა ტექნიკური რაღაც, მაგრამ რო ეუბნები რომ ეს რატო გააკეთე, ეს შეცდომა რატო დაუშვი, აუ ეხლა გაიგე რო ეჭხუბები თამაში. დაანებე რა თავი, ინდივიდუალურად უნდა ისწავლოს ეს ყველაფერი, ამ თავისით უნდა მიხვდეს მაგას. და მე ბევრი სპორტსმენი მყავს რომ სულ გარეთ იყურება რომ აი ეხლა მამა ჩემი რას იტყვის ან დედა ჩემი რას იტყვის და არა და ფოკუსს კარგავ მე მაგით. და რა თქმა უნდა, ერთადერთი მიმართულება სადაც მუშაობ ესე სპორტსმენებთან ერთად არიან მშობლები. ეხლა კი აგენტებთანაც მაქვს საუბარი რომ მაგალითად აგენტმა შეიძლება მოიყვანოს თავის სპორტსმენი და უბრალოდ რაღაც ზოგადი საუბარი გვაქვს რომ აი ამაზე უკეთესია რომ იმუშაოს მაგალითად აღდგენაზე უკეთესია რომ იმუშაოს ფსიქოლოგიურ აღდგენას გულისხმობ რა თქმა უნდა რომ მარტო ფეხბურთზე არ ფიქრობდეს და კიდე სხვა რაღაცეებზეც იფიქროს რომ ეს რომ მოახერხოს ეს რეჩარჯი რომ დაიტენოს რა და აგენტები მშობლები ძირითადად სხვა მეტი არა ვარ. აი მწვრთნელები ახსენე შენ და ვერ მივალ და ვერ ვეტყვიო რომ ეგრე არ გააკეთო რა. რამდენად მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა სპორტმა იზრუნოს იმაზე რომ თავიანთი სპორტსმენები თავიანთ სპორტში გუნდში ნაკრებში მწვრთნელები მოამზადონ ისე რომ თქვა თუ არ დაეხმარებიან უკეთეს გახდომაში მენტალურად ხელ მაინც არ შეუშალო და პირიქით სიტუაცია არ დაამძიმო რა. ეს რამდენად ქმნის ამ ყველაფერში პრობლემას. მეც მაგას ვცდილობ რომ რაღაცნაირად ეგ სისტემა მე თვითონ ჩამოვაყალიბო რომ ეს მწვრთნელები გადავამზადოთ რაღაცა ფორმით. ეხლა არის კი ამზადებენ, მაგრამ არ რამდენიმე დღეა წელიწადში და რამდენიმე დღე არის ძალიან ცოტა და წარმოუდგენელია რომ რაღაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯერ გაიაზროს და მე პრაქტიკაში გამოიყენოს. თითქმის წარმოუდგენელია ეგ და რა თქმა უნდა აუცილებელია და ეს უნდა იყოს როგორი პროცესი უნდა იყოს. აი თითქოს უნივერსიტეტში სწავლობს, აი რაღაცნაირად სამი ეტაპივით უნდა იყოს, ჯერ დასაწყისი, მე საშუალო და მე უფრო მაღალი ეტაპი და ნელ-ნელა უნდა ადიოდეს. ხო არის ახლა ფეხბურთში არის რომ სხვადასხვა ხარისხის ფეხბურთში კი არა ყველგანაირო ლიცენზიები ხო არის და არის ეგ ლიცენზიები რომ გასცემენ ესე და არის ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მომზადებაც, მაგრამ კვირაში წელიწადში ერთხელ როცა ყავს გამორიცხულია და ამიტომაც ვამბობ რომ მანდაც განსხვავებული დონეები უნდა იყოს და ფსიქოლოგიური მომზადება მაგალითად 12 წლამდე ბავშვი როგორ უნდა მიუდგე 12-დან 16 წლამდე როგორ უნდა მიუდგე და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი მთავარი რაღაცაა რომ ეს მწვრთნელებიც მოტივირებულები უნდა იყვნენ რომ ეს ტიპი ვინც ახლა მოდის ამ შემთხვევაში მე ეს მენტალური მწვრთნელი მე ჭკუას კი არ მარიგებს და ჩემი უფროსი კი არ არის უბრალოდ ცდილობს რომ ჩემი ცხოვრება გაცილებით მარტივი გახადოს. და რეალურად ახლა არც ერთ მწვრთნელს თავისი მოთამაშის ცუდი არ უნდა ახლა ეგ მაგაზე ორი აზრი არა ახლა ვიღაცამ შეიძლება რაღაც უთხრას ცუდი არა ეგონოს რომ პირიქით ეგ კარგი არის. ბევრი მაგალითი არის ახლა NBA-ში თუნდაც რომ ერთ-ერთი არ მახსოვს რომელი კალათბურთელი იყო მაგრამ ამბობდა ის რომ მამამისი ამბობდა რომ მამა ჩემი რომ მეჩხუბება ეგ ძალიან კაიაო რა და არ არის ძალიან კაი. რატო არის კაი რომ გეჩხუბება და სულ რაღაცას შენიშვნებს გაძლევს რა და ამიტომაც ამ მწვრთნელების შემთხვევაში გონიათ ხოლმე რომ ეგ მუდმივად შენიშვნების მიცემა და ეს მუდმივად ნეგატიურზე აქცენტი არის კაი და არ არის კაი. და უფრო მეტი ჩართულობა უნდა იყოს ამ მიმართულებით და მეც მაგას ვთქვი და ჩემი პასუხისმგებლობაც არის ეგ რა თქმა უნდა. აი ბევრი მაგალითია რომ შეიძლება უთხრან რომ ეს ფეხბურთი შენი საქმე არ არის და წადი სულ რომ ძალიან ცუდი მოთამაშე იყოს, მაგას ჯობია უთხრა რომ ამ მიმართულებით გასაუმჯობესებელი შვილო, აბა რითი დაგეხმარო, თუ მაგალითად კარში დარტყმაზე გაქვს ვარჯიში, მოდი ვარჯიშებს გეტყვი, რითაც უკეთესი გახდები. ანუ
თვითონაც მოტივირებული უნდა იყოს, რომ რეალურად ვიღაცა უკეთესი გახადოს, არა მარტო ფეხბურთის მხრივ, ადამიანობის კუთხითაც, რა, იმიტომ რომ დიდ დროს მანდატარები ხო? აი მე მაგალითად ხა ეგეთი იდეა და აზრი მაქვს დარწმუნება შენ ძალიან ბევრი გექნება მაგალითად რომ აი ფედერაციების ადგილზე რომ ვიყო მე მაგით დავინტერესდებოდი რომ მივცემდი საშუალებას თქვა სპორტის ფსიქოლოგს ანუ მოდი ერთხელ ვცდი რომ ერთი წელი ეგრე ვიმუშავებ რა იქნება რა შვება ხო ანუ კი მესმის რომ რაღაცა ფინანსებთან არის დაკავშირებული რაღაცა თქვა გამოწვევებთან არის დაკავშირებული მაგრამ ეგეც უნდა გაიღო იმისთვის რომ შემდეგ წარმატებას მიაღწიო რა აი მაგ მიმართულებით თუ არის დაინტერესება ხოლმე და როგორ ხდება მე ეგეთ რაღაცები კი რაგბის ფედერაციამ მაგ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადმოდგა და მაგაზე ბევრი მილაპარაკია ყველასთან რომ მადლობა ძალიან დიდი რომ მაგალითად შარშან ოსლამდე ნაკრების მომზადების პროცესში მეც შავერთვე და ეს იყო ერთთვიანი აღასანაც სისტემა მოვიფიქრეთ რომ იყო ინდივიდუალური შეხვედრები სპორტსმენებთან ასევე იყო აუცილებელი შეხვედრები კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჯგუფური შეხვედრები იყო და როგორ რაღაცებზე ლაპარაკობთ იცი აი პირველი თემა იყო მაგალითად გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორ სტრაფი გადაწყვეტილება როგორ უნდა მივიღო და რა ფაქტორები ახდენს გავლენას. ანუ მენტალურ ვარჯიშს ვასწავლეთ. აი მენტალურ ვარჯიშს ბევრჯერ ვახსენე და მოდი ვიტყვი მაგასაც და მე მაგნაკრების ამ ფედერაციებზეც ვილაპარაკებ რა რომ ეს მენტალური ვარჯიში მოიცავს რამდენიმე ეტაპს. მაგალითად საკუთარ თავს როგორ უნდა ელაპარაკო პოზიტიურად, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევაა რომ შეცდომას დაუშვებ და ეს შეცდომა არ უნდა დამეშვა, უკვე უარყოფითია ეგ და არასწორი ფოკუსი არის. მიზნები როგორ უნდა დავისახო. ყველას უნდა რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ იქამდე როგორ უნდა მივიდეთ არავინ არ იცის. ერთკვირიანი, ერთთვიანი, ერთწლიანი გეგმა უნდა იყოს გაწერილი და მაგას ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ. ასევე არის წარმოსახვა, რადგან ჩვენ შენ ვილაპარაკეთ გადაცემამდე რომ მე ჩვეულებრივად ვიზუალიზაცია, მე ჩვეულებრივად ვარჯიშობ მოედნის გარეთ, დარტყმა იქნება, გადაწყვეტილების მიღება იქნება, ემოციების მართვა იქნება. ხო და როცა სპორტსმენი ხარ, ეს არის ვიღაცამ უნდა გითხრას, შენი თვერ მიხვდები. და ბოლო არის როგორ დაამშვიდო საკუთარი თავი, სუნთქვით ვარჯიშები რაღაცა რელაქსაციას ეძახიან, რა რომ როგორ დაამშვიდო, აი ბევრჯერ გინახავს რომ რონალდო პენალტის დარტყმის წინ იმ ჩასუნთქვას აკეთებს, ჯარიმის დარტყმის წინ აკეთებს და აქ განსხვავებული ვარიაცია არის, რა შეგვიძლია რომ გააკეთო. კიდე არის თავდაჯერებაზე სამუშაო, რომ მან იმდენი საკითხია, რომ არ ვიცი, ალბათ ერთი წელი მინიმუმ უნდა იმუშაო ვიღაცასთან, რომ ეს ამ თავდაჯერებაზე რაღაცა კონკრეტული კარგი შედეგები გქონდეს. ეს მენტალური ვარჯიში და კიდე ბევრი რაღაცა არის. ჩვევების ჩამოყალიბებაც გითხარი, რომ როგორ ჩამოვიყალიბო ეს ჩვევები. აი ხა იმდენ რაღაცაზე მინდა ლაპარაკი, საიდან დავიწყო არ ვიცი, მაგრამ ფედერაციის საკითხი რომ დავამთავროთ რა. იყო რაგბში, ვაგრძელებთ რაგბშის და დარწმუნებული ვარო, კიდე გავაგრძელებთ და უფრო მაღლა წავალთ. მან რაღაცნაირად სისტემა გვინდა რომ ჩამოვიყალიბოთ 18-თანაც ვიყოთ, 20-თანაც ვიყოთ და მე საომავლოდ კიდე უფრო მაღლა და მაღლა, მაგრამ ფეხბურთში უფრო მეტად, იმიტომ რომ ფეხბურთში გაცილებით დიდი პოპულაციაა, ხო? გაცილებით დიდი მეტი აი ადამიანია, მეტი დაინტერესება არის. შესაბამისად, შეიძლება მე მაგ საკითხს არ ვეყო, იმიტომ რომ ერთი კაცი მაგისთვის ძალიან ცოტა არის, მაგრამ მოდი ჯერ ერთი კაცით დავიწყოთ. მე თუნდაც ახლა 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი გვაქვს, კარზე მომდგარ რა. აი ვიცი რომ რამდენიმე ბიჭი შენთან 21 წლამდე ნაკრებიდანაც მენტალურად ემზადება რომ უკეთესი გახდეს რაღაც. როგორ არ შეიძლება რომ თქვა ამ პროცესში ზედმეტი ხო არ იქნება. არა. პირიქით. ცუდი შედეგი გამორიცხულია კონდეს. ანუ მაგაზე ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება რომ ფიქრობდნენ და მაგას აკეთებდნენ რა და ეგეთ რაღაცებისთვის ასე თქვა უფრო მეტ რესურსს დებდნენ ამ ყველაფერში რა. მაგაზე მეც ვფიქრობდი და მეც მინდოდა მაგის გაკეთება, რომ აი მოსამზადებელ პერიოდში ახლა ავსტრიაში მიდიან, რომ რაღაცნაირად ჩავერთო იგივე ფორმით, როგორც რაგბში ვიყავი. და აი მანდაც აი თან ახლა წარმოიდგინე როგორი წნეხი არის მაგ ბიჭებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელას ასწავლი მოახდინეს და მეორეჯერ თამაშობენ ევროპის ჩემპიონატს, ძალიან დიდი წნეხი არის და ამ წნეხთან გამკლავება მარტივი არ არის. შეიძლება იქ რაღაცა თავიდან ძალიან ცუდად დაიწყოს. პირველი თამაში პოლონეთთან არის. დარწმუნებული ვარ, რომ მაგ ჯგუფში ყველაზე მარტივი თამაში ეგ უნდა იყოს. მაგრამ ვაი და წავაგე, ღმერთმა არქას, მაგრამ ვაი და წავაგე ამ წაგებაზე როგორი პასუხი უნდა მქონდეს. აი ძალიან რთული არის მაგაზე სწორი პასუხის გაცემა და მე მწვრთნელთან ერთად რა თქმა უნდა ახლა სვანაძე ძალიან გამოსწორებული და ჭკვიანი მწვრთნელი არის. ახლა მე რატომ უნდა ვლაპარაკობდე მაგაზე? მაგასაც აქვს ახლა ფსიქოლოგიური განათლება, მაგასაც აქვს, მაგრამ პლუს აქ ვიღაც კონსულტანტი რო ყავს, დამხმარე ვისი საქმეც ეგ არის, გაცილებით უფრო მაგარი შედეგი შეიძლება მივიღოთ მაგისგან და მე ძალიან კარგად ვიცი როგორი შედეგები აქვს ამ ფსიქოლოგიურ მომზადებას. და აი რაღაცნაირად ეს ენთუზიაზმი მინდა რომ ყველას გაუზიარო ხოლმე. აი დასაწყისშიც გელაპარაკე რომ
აი 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ უკეთესი შეგიძლია რომ იყოს თუ ტიპი გამომყვება. იმას კი არ ვამბობ რომ მარტო ფსიქოლოგიური მომზადება მნიშვნელოვანი და ფიზიკურად არ უნდა ივარჯიშო, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომლის ნათელი მაგალითია ისევ ქოჩორაშვილი. კი. კი ბატონო. აი ქოჩორაშვილი ახსენდა მე ზუსტად მახსოვს როგორ ყვებოდა ხსნიდა რომ ჩავიდა ესპანეთში საერთოდ არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და იქ ადგილზე ძალიან ბევრი რამე ისწავლა რა. როგორც მენტალურად გაუმჯობესებაში, ასევე ფსიქოლოგთან მუშაობაში და ასე შემდეგ. ამბობს რომ თელ თამაშს წარმოვიდგენ ხოლმე და წინასწარ რაღაცა გათვლები აქვს ისა ეს აქ რომ აი იქ შეცდომას რომ დაუშვებს როგორ უნდა იყოს აქ ამას რომ გაკეთებ როცა ფაქტია სახელი ხო რომ ბოლო 2 წელიწადში ქოჩორას სახით საქართველოს ნაკრებმა მიიღო ძალიან დიდი შევსება და ეს ბიჭი თვითონ მიამბობს თავისივე პირით რომ ამაში დაეხმარა ძალიან ფსიქოლოგთან მუშაობა. რა არის ჯერ ეგ ვიზუალიზაცია ეგ ამიხსენი რა კარგად და მე მაინტერესებს თუ გაგიგია კიდე პრაქტიკაში ეგეთი რომ ეს ფეხბურთელი ძალიან უჭირდა რაღაცეების მიღწევა და მე რაღაცა თქვა იგივე მიაკარებ ხოლმე ფეხბურთზე სხვა სპორტზე შეგვიძლია ვისაუბროთ. გეტყვი ორივე კითხვას უპასუხებ. წარმოსახვა არის რომ რაღაცა ან წარსულში გაიხსენო რაღაცა მომენტი ან მომავალზე იფიქრო ან რომელიღაცა უნარზე იმუშაო. მან არის სამი მიმართულება რა რომ თვალებს ხუჭავ პირდაპირ ვთქვათ და წარმოიდგენ სხვადასხვა მომენტებს. შემდეგ ამ მომენტებში რო ხვდები მაგ მომენტისთვის უკვე მზად ხარ. ცოტა უკუნიდან დავიწყოთ. პატარა რო ვიყავი და კარებში დარკვანას ვსწავლობდი. მე ფეხბურთელი ვიყავი, შენ ხო იყავი ფეხბურთელი. რო სწავლობდი დარკვანას, თავიდან ხო ფიქრობდი, როგორ უნდა დაგერტო. მე რატო აღარ ფიქრობდი? იმიტომ რომ შენ მატვინმა რა ქნა, დაიმახსოვრა ეს ყველაფერი. რეფლექსურად ვაკეთებდი უკვე. ავტომატურად აკეთებ. ეს წარმოსახვა გეხმარება რომ მე თუ მინდა ახალი უნარის შესწავლა მაგალითად ჯარიმის დარტყმა, დრიბლინგი, ვივარჯიშე სტადიონზე დრიბლინგზე, მე გამოვედი სახლში, დავხუჭე თვალები და ეს დრიბლინგი კიდე წარმოვიდგინე როგორ ვაკეთებ ამას. ოღონდ დეტალურად იქ ფეხი როგორ მაქვს, ტანი როგორ მაქვს, როგორია ჩემი პოზა, ყველაფერს დეტალურად წარმოვიდგენ. შემდეგ ეს ჩემთვის ხო ამახსოვრდება და მოედანზე არის გაცილებით მარტივი გასაკეთებელი ეგ და ჩემი თავდაჯერებაც რა დონეზე არის, ძალიან მაღლა არის, იმიტომ რომ ამაზე უკვე ძალიან ბევრი მაქვს ნავარჯიშები. აი კობიანობდა ხოლმე მაგაზე რომ რაღაცა სროლაზე 10,000 ჯერ მაქვს ნავარჯიშებია. 10,000 ჯერ მაქვს რეპეტიცია გავლეოდა. ეს წარმოსახვა გეხმარება მაგაში. ქოჩორას მაგალითზე რომ დავბრუნდეთ, ვიზუალიზაციას ვაკეთებ, თამაშამდე. მე როგორც ვიცი, კვირას თუ თამაშია, გორშაბაც იწყებს თვითონ ვარჯიშს ამ ვიზუალიზაციის. მეც ეგრე ვაკეთებ ხა სპორტსმენებთან, რომ უკვე ორშაბათიდან ვიწყებ, რომ მაგალითად ბურთი თუ დავკარგე, წარმოვიდგენ ბურთი ცენტრში დავკარგე და ეხლა ბურთს რო დავკარგავ, მე ამაზე ჩემი პასუხი რა უნდა იყოს? ეგრევე მივბივარ თუ ხელებს ავწევ? ეხლა როგორც აკეთებენ, ეხლა ბევრ თამაშზე მივსულვარ აკადემიის თამაშსა და ბურთს რო დაკარგავენ, ჩერდებიან და არ უნდა გაჩერდე, უნდა გამოიკიდე, ხო? ძალიან მარტივია. კიდე აკეთებენ ეს წარმოსახვა არის თამაშამდე შეიძლება წარმოვიდგინო ჩემი წარმატებული მომენტები. რაც მქონია, მაგალითად გაუტანე გოლი ესპანეთის ნაკრებს, გაუტანე პორტუგალიის ნაკრებს. ეს რაში მეხმარება? ჩემ თავს რას ვეუბნები, რომ კარგი ვარ, მაგარი ვარ. ჩემ თავდაჯერებას ვიზრდი მაგით. ასევე არის რომ შეიძლება ვარჯიშებზე ვიმუშაო, როგორ იცი? მოვედი სახლში, შეცდომები ჩამოვწერე, რაც არ გამოვიდა, წარმოვიდგენ ამ შეცდომებს, მაგალითად კაცი ვერ მოვატყვი. წარმოვიდგენ ამ ვერ მოტყუებულ კაცს და მე წარმოვიდგენ როგორ უნდა მომეტყუებინა, ანუ რა უნდა გამეკეთებინა სხვანაირად. ანუ წარმოვიდგინე ხა წარმოსახვაზე რამდენი რაღაც გითხარი რა და კიდე რამდენია და ეხა რომ მარტო წარმოსახვაზე არ ვილაპარაკოთ, კიდე გადავიდეთ მეორე კითხვა რა იყო? ანუ თუ ყოფილა ქოჩორას გარდა ვინმე ეგრე რა რომ რაღაცა მაგით ფსიქოლოგიურ დახმარებით ეგრე დიდ რაღაცას მიაღწია რა. მაგაზე შემიძლია ეგრევე ჩემი მაგალითი თქვა. ხელბურთელი მყავდა სახელს დაგვარს არ დავასახელებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ პრობლემა არ ექნება რომ დავასახელო. ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი დაბრკოლება ჰქონდა. ეხლა მეგობრობთ კიდევაც მართლა, ფსიქოლოგის და მენტალური მწვერვალის გარდა მეგობრობთ კიდეც. ანუ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ არ თამაშობდა, უცხო ქვეყანაში იყო, დაბალ ლიგაში იყო. იმ გუნდიდანაც გამოუშვეს, რომელ გუნდშიც იყო და ანუ ან დანებებას ცდილობდა, ან ისეთ გუნდში გადასვლას, სადაც არაფერი არ მოხდებოდა რა, ანუ ვეღარ დაბრუნდებოდა ვერც ეროვნულ ნაკრებში და ვერც მაღალ დონეზე. ფსიქოლოგიურად ემზადებოდა დაახლოებით ჩემთან 1 წლის განმავლობაში. დამიჯერე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ იმასთანაც მაქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ერთად რო არ გვემუშავა, სპორტში აღარ დარჩებოდა ეგ და საერთოდ სხვაგან იქნებოდა, ეხლა ზუსტად ვიცი ეგ. ან ისევ იმ სუდ გუნდში იქნებოდა, საიდანაც გამორიცხულია, რომ რამე გააკეთო. ანუ აი როგორც რუსეთში მიდიხარ და მე რო იქ ჩები, ხო ის ეგეთი ვარიანტი, მარტო აღანაზღაურების რო შეიძლება ეგეთი ვარიანტი იყო რა და
იმუშავა, ოღონდ შემიძლია თქვა ის, რომ 100% დაიხარჯა. ან რასაც მე ვაკეთებდი ყველაფერს თავიდან ბოლომდე აკეთებდა. და დაბრუნდა ახლა ეროვნულ ნაკრებში გუშინ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე და რა მეც დავბოდი გახარებული რომ ეგ ამბავი ეგრე რომ დამირეკა და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ საერთოდ მაგარისა შეგრძნება ახლა ფეხბურთის ყავს დონიკაშვილი და რომ დამირეკა ეგრევე რომ ნაკრებში მოხვდიო თან პირველად მოხვდა და ჩემთან მუშაობდა დაახლოებით 6 თვის განმავლობაში და ეროვნულ ნაკრებში რომ მოხვდა და მე რომ დამირეკა არ ვიცი, ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო. ეგ შენ მოხდი ხო? ხო, რომ ამბურძლა და რა ვიცი, რემლები და ყველაფერი იყო რა და. კი ბატონო, ეგ არის ზუსტად სწორი მუშაობის შედეგი, ეგ არის, რასაც ეხლა ჩვენ მოდი აუცილებლად თქვათ ეხლა სანამ გავაგზავნეთ, ძალიან შევყავით საუბარს და არ დაგვაუწყეს და ჩვენ მაყურებელსაც არ დააუწყეს, რომ გამოიწერონ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, დალაიქონ ვიდეო, დაგვიწერონ კომენტარები და თუ თქვენი სურვილი იქნება და კითხვები დაგროვდება, ჩვენ საბას კიდევ აუცილებლად შევხვდებით, საუბრობდით გადაცემის დაწყებამდეც, რომ შეიძლება კიდე რაღაც პერიოდის შემდეგ გადავიღოთ ერთი გადაცემა და ამ დაგროვილ კითხვებზეც ვისაუბროთ. აუცილებლად მადლობა ორტონას იმის, რომ ძალიან კარგი გემრიელურია, რომელთაც ხმას ვიზობს და ნუ კერძების საოცარია და მე პირადად ძალიან მიყვარს. საბა მე მაინტერესებს ეგეთი რაღაცა ქოჩორას თემა ქართულ სპორტში რაღაცა მაგმართობით გარღვევა გამოდგა რა. იმიტომ რომ ამ ბიჭმა ყოფს თავი დავანებოთ ღიად ისაუბრა ამ თემებთან დაკავშირებით და თქვით რომ ძალიან დიდი კამბექი გააკეთა კარიერაში. იქონდა პერიოდი როცა არ თამაშობდა საერთოდ და ქონდა პერიოდი როდესაც ტრავმა ქონდა, ქვედა ლიგაში ჩავიდა, იქაც არ უწევდა თამაში, ასე შემდეგ. მაგ დროს რა შვება სპორტული ფსიქოლოგია, ესე ვთქვათ, და როგორ ეხმარება. თუნდაც იგივე ქოჩორას მაგალითზე რა შეგვიძლია რომ ვთქვათ. ისევ ძალიან დაგვეხმარა ექსპორტსმენი, რომ ეს მიმართულება წამოვიდეს, იმიტომ რომ ჩემთანაც ძალიან ბევრჯერ მოვიდა სპორტსმენი, აი ქოჩორას ვიდეო ვნახე, ბევრი ვიდეო ხო არის რაღაც მაგ თემაზე ლაპარაკობს და მაგიტო გადავწყვიტე რომ შენთან მოვიდე, ან არ ვიღაცა მირჩია, რაღაცა მსგავსი და ამიტომაც თან პლუს კიდე აი ეს გადალახა რა, ეგ დაბრკოლება, რომ არ მოერიდა და თქვა რომ აი მე ფსიქოლოგთან დავდივარ. რაც ის შემთხვევაში არის ხოლმე. რაც შეეხება იქ ესპანურ თავგადასავალს, იქ ძალიან ბევრი მომენტი ქონდა, როდესაც წარუმატებლობას განიცდიდა რა, ბევრი დაბრკოლება იყო და ზუსტად ეგ არის, რომ მაშინ სწორი ფოკუსი ქონდა და სწორი ფოკუსი ჩვენ არა მარტო სპორტულ ცხოვრებაში, ცალკე ცხოვრებაშიც გვიჭირს ხოლმე, რომ სწორი ფოკუსი ქონდეს. რას გულისხმობ მაგაში, რომ იმ პერიოდში იმაზე კი არ ფიქრობდა, რომ მოდი საქართველოში ხო არ დავბრუნდე. მე არ ვიცი ხარ რას ფიქრობდა, მაგრამ რადგან მაგას არ ფიქრობდა, რადგან არ დაბრუნდა, ესე კი არ ფიქრობდა, ხო. ხო და იმას კი არ ფიქრობდა, რომ მოდი საქართველოში დავბრუნდე. ეხლა ძალიან დაბალ დონეზე ვარ და აღარ მაქვს შანსი რომ ნაკრებში მოვხვდე. არამედ მისი ფოკუსი იყო განვითარება. ჩვენ ეხლა სპორტსმენებს უმაკაც ვეუბნები, რომ ყველა რონალდო, მესი, ნეიმარი არ არის. ყველას თავის შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ მუდმივად უნდა ვფიქრობდე, როგორ გახდა უკეთესი. და სპორტული ფსიქოლოგია და მენტალური წვრთნა სწორედ მაგას გაძლევს, რომ თამაშიდან მაგალითად გამოვედი. დაუსვი ჩემთავს ორი შეკითხვა, რა გავაკეთე კარგად, რა მაქვს გასაუმჯობესებელი. ანუ ტიპი ვარ, რომელიც ფიქრობს განვითარებაზე. მაგალითად, კვირის ბოლოს დავჯექი და ვაფასებ ჩემ კვირას. რომ ისევ რა წავიდა კარგად, რა მაქვს გასაუმჯობესებელი და ასე შემდეგ. ანუ ისევ ტიპი ვარ, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს. და ქოჩორას შემთხვევაში ზუსტად შემიძლია ეგ ვთქვა, რომ ადამიანი იყო, რომელიც მუდმივად ცდილობდა და ცნობის მოყვარეობას იყენებდა განვითარებისთვის, რომ თავის მაქსიმუმს მიეღწია. ანუ ისევ ვიმეორებ, რომ ყველა სპორტსმენის მიზანი უნდა იყოს ის, რომ თავის მაქსიმუმს მიაღწიოს. იმიტომ რომ მე თუ შევედარე რონალდოს, ან შევედარე ნეიმარს, რომელიც არ ვიცი, პოკერს თამაშობს ღამე, ან შეიძლება კლუბში წავიდეს და მე ბევრს ვთქვამს, რომ აი ეს კლუბში დადის და ეს წარმატებულია და მე რატო ვარ წარმატებული? აი რა ვიცი მე. არ ვიცი. ხო და შენი ცხოვრება გაქვს, შენ მთაზე ძურები, ანუ შენი გზა გაქვს გასავლელი. ყველას თავის ისტორია და კიდე პლუს რა არის, რომ ყველა ხო უნიკალურები ვარ. შენაირი ხარ არავინ ხო არ არის სოფლიოში. არც შენაირი არა. შესაბამისად რა აზრი აქვს მე რომ ვიღაცა შევედა, რომ არასამართლიანი იქნება შედარებას. თუ შევედრებ, მოდი შევედა რომ კარგი კუთხით, რომ რა შემიძლია რომ ამ ადამიანებიდან ვისწავლო და დამიჯერებ მთლიანი სპორტული სამყარო დღევანდელი 21 საუკუნე ესე მუშაობ. წვრთნელები იქნება თუ მოთამაშეები ეგრე მუშაობენ. კლარაც რო ჩავიდა ენრიკესთან ეგ ვიდეო არის, რომ რას გვეტყვიო თავიდან და ერთი სული მაქვს ენრიკესთან რაღაც ვისწავლო. ანუ წარმოიდგინე, კლარა ეხა ამ დონეზე რატო არის? იმიტომ რომ ეგეც ადამიანია, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს მუდმივად. კობის შემთხვევაში რა იყო, რომ წარმოიდგინე ჯორდანს ურეკავდა ღამის 2 საათს და 3 საათზე, რომ
აი აქ რას ფიქრობ, აქ რა იგრძენი, აქ როგორ მიიღეს გადაწყვეტილება და რაღაცები და რატო ყველაზე მაგარი კონკურენტი იყო ჯორდანი, ხო? მაგრამ ეგ საერთოდ არ აინტერესებდა, იმიტომ რომ ცდილობდა რომ ამ ჯორდანისგან რაღაცა ესწავლა და პროგრესი განვითარებულ ესეთი მაგალითი არის ძალიან ბევრი, ვილის სარიოლის და რავი, ფლიკის თუნდაც რომ მოგიყევი. არსებობს მარცხის შიში. კი. აი, ეგ მარცხის შიში მე მაგალითად გითხარი კიდევ სანამ გადაცვალებას დავიწყეთ, რომ მთელი ბავშვობა მღრნიდა რა, ეს შიგნიდა რომ არ მაძლევდა საშუალებას, რომ იგივე ფეხბურთში და სპორტში რომ თავი ამბობს, სწავლაში, რაღაცა განვითარებაში, წინსვლაში, დღემდე შეიძლება რაღაცებს ხელს მიშლიდეს რა. აი რა არის ეგ ყველაფერი და აი მაგას როგორ ძლევ ხოლმე სპორტსმენებთან? ხო. მარცხის შიში არის სხვადასხვანაირი და მაგრამ ძირითადად რის გამო გეშინია, რომ ვიღაცამ რაღაც სუდად არ იფიქროს შენზე, ხო? ვიღაცამ არ იფიქროს, რომ მე მაგალითად სუსტი ვარ. ეხლა ჩოგბურთელი რამდენი მყავს, ის ძალიან ბევრი და ყველას მაგის შიში აქვს, რომ მე რო წავაგებ ვიღაცას გონია, რომ მე ძალიან სუსტი ვარ. და ის ვიღაცა მაგდენს შენზე საერთოდ არ ფიქრობს. მაგრამ ნუ კაი, ეგ ცალკე თემაა. ან მარცხის შიში მაქვს ამის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც არ იფიქროს. ან ჩემ თავშივე რომ ესე იგი მე ძალიან ცუდი მოთამაშე ვარ. შენ თუ წააგე, იმიტომ კი არ წააგე რომ ცუდი მოთამაშე ხარ, იმიტომ წააგე რომ რაღაცაში მოსამატებელი გაქვს. აი მანდას ახლა ეს ორი მაინდსეტი რო შევადაროთ, ხო, ორი განსხვავებული რადიკალურად სურათი არის ეს. და ეს მარცხის განსხვავებული მიზეზები არის. მან ძირითადად რას ვაკეთებ ხოლმე იცი რომ ჯერ ამ მიზეზებს გავიგებთ რა არის, ეს შეიძლება მშობელი იყოს, შეიძლება მცდელი იყოს, შეიძლება საკუთარი თავი იყოს, შეიძლება თანაგუნდელი იყოს, შეიძლება გულშემატკივარი იყოს, არ ვიცი, 1000 ვიღაცა არის და მე როგორ რაღაცებზე ვლაპარაკობთ, იცი, მაგალითად კრიტიკა როგორ უნდა მივიღო, მაგის მიღებას ვასწავლი, რომ ნორმალურია კრიტიკა. შენ თუ შესაბამისი ადამიანი გელაპარაკება, ძალიანაც კაი არის პირიქით რომ გელაპარაკება და ეს პირადულად კი არ მივიღო რომ მე ცუდი ადამიანი ვარ ან ცუდი მოთამაშე ვარ. არა, ვეცადე რომ იქიდან მნიშვნელოვანი რაღაცეები ამოვიღო. კიდე ასევე ანალიზს ვაკეთებთ, რომ მე თუ შეცდომას არ დავუშვებ, რას მივიღებ, არაფერს. და შენ რომელი გირჩევნია რომ იმ ადამიანმა რაღაცა იფიქროს შენზე, რომელიც სულ იქნება. ვიღაცა შენზე ან კარგს იტყვის, ან ცუდს იტყვის, ხო? და მაგას ვიაზრებ კი, რონალდო წარმოიდგინე რა მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ვიღაცა იტყვის, რომ არ არის კაი ფეხბურთელი, ცუდი შეიძლება ეს არ თქვას, რომ კაი ფეხბურთელი არა, მაგრამ ანუ არ მევასება რა რაღაცა და რანაირად შეიძლება არ გევასებოდეს ეგ ადამიანი. გევასება, რონალდო არ გევასებოდეს, ხო? ხო, და ანუ მაგასაც ვააზრებინებ, რომ ეს კრიტიკა ნორმალური არის რა და მე კონკრეტული რაღაცები არსებობს, რომ მაგალითად აი შეცდომის დაშვების შიში აქვს სპორტსმენს. შეიძლება საიდან დავაწყებინო, იცი? მოედანზე ცალკე ვარჯიშობდეს და ძირითადად შეცდომას რო უშვებ, რას ეუბნები შენ თავს, რომ ეს შეცდომა არ უნდა დამეშვა, ან ეუბნები, რომ ძალიან ცუდი ხარ. ან კიდე რავი, უზრდელური ვარიანტებიც არსებობს რაღაცები, რასაც ეუბნები ხოლმე. და მე ვაწყებინებ მარტივი რაღაცით. მაგალითად მოედანზე გამყავს რა თვითონ გადის და ვარჯიშობს რაღაცა დრიბლინგში. დრიბლინგის დროს, როცა მოედანზე ვარჯიშობ მარტო, მაშინაც ხო უშვებ შეცდომას. ხო, მაშინ დავუშვი მაგალითად შეცდომა რაღაც. ეგრევე ჩემი დავალება არის ის, რომ როცა მარტო ვარჯიშობ, შენ თავსაც შეიკითხე, რომ რა შეგიძლია მაგ შეცდომისგან ისწავლო. ეგრევე მომენტალურად რა. წარმოიდგინე, ცალკე დავიწყე ვარჯიში. მერე გუნდთან ერთადაც გადავიტანე ეს, რომ იქაც შეცდომას რო უშვებ, იქაც შევეკითხე საკუთარ თავს, რომ რა შემიძლია აქედან ვისწავლო. ეს რაღაცა გრძელდება 2 თვის განმავლობაში, მაგრამ ერთ-ერთ ტექნიკას გეუბნები რა. მერე მოედანზე რო გავდივარ, მე ამაზე უკვე ნავარჯიშები, მაგრამ ჩემთვის დამახსოვრებული აქვს, რომ მე რო შეცდომას დავუშვებ, ეგრევე ჩემ თავს შევეკითხო, რომ ან შემდეგ მომენტზე ვიფიქროს, ან რა შემიძლია ამ შეცდომისგან ვისწავლო. ეს უკვე დამახსოვრებული მაგრამ მე ძალიან აღარ იბნევი მე და ამას დროს აღარ კარგავ რა. გაჩერებული ხარ 6 თვე ვარჯიშობ, 8 თვე ვარჯიშობ, ის რასაც თელი ცხოვრება აკეთებ, იმას ვერ აკეთებ. თქვა რავი ჯვარედი და იოგები გაწყობილი და ყველაზე რთული ალბათ ფეხბურთში ეგ არის. რაგბიშიც მე მგონი მაგაზე რთული იშვიათი არა რომ აიღო. ეგ და აქილევსის წესი რა, ეგ ორია ყველაზე რთული ტრავმა ალბათ დღეს სპორტში. ნუ თავის ტრავმები თუ არ ჩავთვლით და რაღაც. მაგ დროს რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის დახმარება და აი როგორ პრაქტიკაში მიმართავთ ხოლმე რა. ეხა მე რომ ვიცი რომ 1 წელიწად ფეხბურთს ვერ ვითამაშებ და ვინმე მითხოს წადი ფეხბურთს წარმოვიდგინო, გამოვიქცევი რა, ანუ ვერ უნდა ვიტანჯო თავი იმის გამო რა. გეტყვი მაგასაც. ხო, მანდ ორი ტიპის სპორტსმენი არსებობს რა. ერთი სპორტსმენი, რომელიც მაგას უმკლავდება და მეორე, რომელიც ვერ უმკლავდება. რომელიც ვერ უმკლავდება, მე მაგაზე ფიქრობს ხოლმე, რომ აი ის ხო უმკლავდება და მე რაღაცი მჭირდება ფსიქოლოგი ავდგები და ჩემით გავუმკლავდები. კი, ბევრი სპორტსმენი არსებობს, რომლებიც ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ. ეგ ყველაფერი იციან თავისი პრაქტიკის საფუძველზე ვაკეთებენ რა, მაგას აი კვარაზეს ეხლა რამდენი რაღაცის თქმა შეიძლება, რასაც ფსიქოლოგიურ ტექნიკას იყენებს, აი ძალიან ბევრის რა და მანდაც აი ორი ტიპის სპორტსმენი არსებობს რა და ამიტომაც რა ხდება ხოლმე, იცი რომ
ზოგს გონია ხოლმე რომ ეს სპორტსმენი თუ მიხვდა მეც მივხვდები და კაია შენ თუ მივხვდები ამ ყველაფერს მაგრამ ხო შეიძლება ვერ მივხვდე და მოდი რა ჩემთან თუ შეგიძლია რომ მოხვიდე და მოგეხმარები მაგაში რომ მე თვითონ მოგაწვდე რა შეეხება ტრავმას აი ზუსტად მაქედან მივედი რომ ტრავმის დროს ისევ არასწორი ფოკუსი გაქვს რა რომ ძირითადად შენ ტრავმის დროს ძირითადად სპორტსმენები ფიქრობენ რომ ეხლა ბევრ თამაშს გამოვტოვებ აუ ისეთი ძლიერი დავბრუნდები როგორიც ადრე ვიყავი ძირითადად ხო ეს ფიქრები გაქვს ან ძირითადად შემადგენლობაში ადგილს დავკარგავ და ეს ფიქრები როცა გაქვს რთული არის რომ მე ტრავმის რეაბილიტაციაზე იფიქრო ანუ არასწორი ფოკუსია და მანდაც ვეხმარები ამ აზროვნების დახმარებით რომ შენ ყოველდღიურად უნდა იფიქრო ტრავმა როგორ მოიშუშო და ეს ბევრ სპორტსმენმა დამიჯერე არის ის და ეს შენ როცა ფიქრობ სულ წარსულზე ტრავმის რეაბილიტაციის პროცესს პირიქით ანელებს შენ თუ მუდმივად იფიქრე რომ ეს ტრავმა არ უნდა დაგმართლონდა და არ ფიქრობ ტრავმის მოშუშებაზე მე ტრავმის მორჩენის ვადები იწელება ძალიან იწელება და მაგის გააზრებაში ვეხმარები რომ შენ თუ გინდა პირიქით რომ ამ სპორტში დაბრუნდე ერთი ის რომ შენზე არის დამოკიდებული როგორ დაბრუნდები ყველა ვარიანტში მეორე ის რომ შენ სწორი ფიქრები უნდა გქონდეს და ამასთანავე ცხოვრება ყველას დალაგებული ხო არა აქვს რა არსებობენ სპორტსმენები რომლებსაც ცხოვრება დალაგებული აქვს რომელსაც არ აქვს დალაგებული ტრავმის პროცესში შეგიძლია ცხოვრების სხვა ეტაპები დაალაგო მაგალითად ოჯახი იქნება შენი მეორე პროფესია აღმოაჩინო მაგალითად კობის შემთხვევაში ზუსტად ეგრე იყო რომ ერთი ტრავმა მიიღო მგონი ჰამსტრინგის ტრავმა ჰქონდა გაიწყვიტა თუ რაღაც და მაგ დროს აღმოაჩინა რომ თხრობელობა უნდოდა მე რასაც აკეთებდა რომ მაგალითად სპორტსმენებს ეხმარებოდა რომ ამ თავის გამოცდილებას უზიარებდა და ეს სპორტსმენები უკეთესები ხდებოდნენ მაგ პერიოდში აღმოაჩინა შენ თუ ეგრეთ შეხედი ამ ტრავმას რომ ეს ტრავმა პირიქით დამეხმარება რომ მე კიდე რაღაცები აღმოვაჩინო უკეთეს რაღაცას იღებ და ამიტომ აი ამაზეც ველაპარაკებით ჩვენ კონორ მაგრეგორი ამბობს ეგეთ რაღაცას რომ ტრავმა გამოტოვებული პერიოდი კი არ არის საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდია ამ ყველაფერს რო იაზრებთ მე წარმოსახვის გაკეთება აღარა რთული იმ კარებში დაყვასაც გააკეთებ და იმ იმასაც დრიბლინგსაც იმიტომ რომ იცი რომ ეგ არის მომზადების პერიოდი რომ როცა დაბრუნდები შენ ამ ყველაფრის მზადი მაგალითად ყოფილა პრაქტიკაში ეგეთი ამბავიც რაც მე გამიგია და წამიკითხავს და მსმენია რომ სპორტსმენი რაღაცა ოჯახური ტრაგედიის შემდეგ გარბის აი ადრიანო მახსენდება ეხლა არ ვიცი თუ არის ფეხბურთელი ეხლა რომ ფაველებში ცხოვრობს ხო ფაველებში რო ცხოვრობს ანუ ადამიანს შეიძლება ყოფილიყო ალბათ სოფლიო ფეხბურთის ლეგენდა და ოჯახურმა ტრავმა ამის საშუალება არ მისცა ასევე არის წაგებული ძალიან დიდი თამაშები რა კვეკოსკირი ამბობდა მაკედონიასთან წაგებული თამაშის მერეო საერთ სტადიონზე როგორ უნდა გავსულიყავი არ ვიცოდი კაშიოც მაგას ამბობდა და აი როგორ ხდება ეგეთი რაღაცები და ესე თქვა კამბექი ფოკუსის გასწორება ბევრჯერ ვახსენეთ რა აი როგორ უნდა გავასწოროთ ეგ ფოკუსი და როგორ ხდება მაგისთვის მზადება რა ბევრი რაღაც მახსენდება ბოდიში წინასწარ უნდა იყო მაგისთვისაც რაღაც შეიძლება მაგრამ ესე მაგის ვერ იქნება ეხლა რომ შენ ცხოვრებისეული პირადი ტრაგედიისთვის მზად ვერასდროს ვერ იქნები რა რანაირად ბევრი სპორტსმენი ისეთ რომ მამა გარდაეცვალა ოჯახის წევრი გარდაეცვალა და მაგისთვის მზად ცოტა რთულია რომ იყო წინასწარ ხა მაგაზე ფიქრს ვერ დაიწყებ რა თქმა უნდა მანდ ბევრი რაღაც მახსენდება რა და პირველი არის ის რომ მანდაც ეგ არის რომ შენ უნდა შეძლო მაგ წარუმატებლობა არ არის ტრაგედიასთან გამკლავება და როგორ მაგალითად აი რონალდოს შემთხვევაში მამა გარდაცვლილი ყავდა ეს მაგალითები ხო უკეთესი არის მამა გარდაცვლილი ყავდა და თამაში ითამაშა რა არ ვიცი რა ეგ პერიოდი იყო აი ვიდეოზე 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი ხო პორტუგალიაში ტარდებოდა კი ხო და გააჩნია ამ მატრამვირებელ მომენტს შენ როგორ გამოიყენებ შენ სასიკეთოდ მაგალითად ბევრი სპორტსმენი მყავს ეხლა მეც ვინც ამ პირად ტრაგედიას იყენებს ძალად პირიქით იმისთვის რომ უკეთესი გახდეს мотивациად იყენებს რომ მე მინდა რომ ჩემს მაქსიმუმს მივახციო შესაბამისად ამ სპორტსმენებს უნდა დაეხმარო მაგის გააზრებაში რომ ეს ტკივილია მესმის მაგრამ ეს ტკივილი შეგიძლია გამოიყენო შენ სასარგებლოდ რაც ნიშნავს იმას რომ ეს შენი დამატებითი ძალა არის მაგალითად ლუის ენრიკეს შემთხვევაშიც რა შვილი ხო გარდაეცვალა და მე ვიდეოები არის ძალიან ბევრი კარგი ვიდეო არის რომ ეს ჩემი შვილი პირიქით მე ძალას მასდავს ის ჩემთან არის ეს რწმენაც ეხმარება ეს აზროვნებაც ეხმარება ეს მიდგომა ეხმარება რწმენა ზოგადად ძალიან ძლიერი იარაღი არის რა ანუ
ჩვენ ახლა ქრისტიანები ვართ კი ყველა და იმისთვის ვაკეთებთ რომ ღმერთის გვწამს და არა იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიყოთ, მაგრამ აი სუფთა ფსიქოლოგიურადაც რომ შევხედოთ, წმენა არის უდიდესი ძალა. არ მოიდგინე ხა ბევრ მოჭიდავეზე მინახავს რომ თამაშის დაწყების წინ ლოცულობს, თამაშის დასრულების წინ შემდეგ ლოცულობს. ანუ ყველა ვარიანტში რაც არ უნდა მოხდეს, ყველა შედეგს იღებ. და ამიტომაც პირველი გამოსავალი არის ის რომ ეს ტკივილი გარდაქმნა ძალად. რაშიც რა თქმა უნდა ვეხმარები. ესე მაგაზე საუბარი ახლა ესე როგორ ვეხმარები ცოტა რთულია. მაგრამ არის რა და მე ბევრი ყოფილა ახლა ჯორდანის ყოფილა რომ რაღაცა მოხდა ერთ წელი ხო დანებებული ქონდა ჯორდანს და მე დაბრუნდა. ყველასაა რა ეგეთი რთული მომენტები. უბრალოდ თავარი ამ დაბრკოლებას რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის როგორ შეხვდები. კიდე ემოციების მართვა გეხმარება მაგაში რომ აი როგორ ისე რომ რაციონალურად მიუდგე რა ამ ყველაფერს. ეხლა ჩვენ ცხოვრებაში იყო რთული მომენტები. და აი რაღაცნაირად ეს რთული მომენტები რო იყო ეს მუდმივად ეს რაციონალურობა და აი მუდმივად რომ რაღაცა რო ხდება, აი ყოველთვის ჩემ თავს უსვამ რომ ჩემი რეაქცია რა უნდა იყოს. და როდესაც ამ კითხვას უსვამ საკუთარ თავს რომ ჩემი რეაქცია რა უნდა იყოს. სუდი აი წარმოუდგენელი რომ შენ სუდი რაღაც უსურვო ჩემ თავს. აი არ ეტყვი ხა რომ დაანებე ფეხბურთს თავი. უბრალოდ მაგ კითხვას არ უსვამთ ხოლმე საკუთარ თავს და ეგრევე ნეგატიურზე ვიწყებთ ფიქრს. ანუ ამაში ვეხმარები კიდე პლუს რომ ესეთი კითხვები საკუთარ თავს დაუსვან და ცხოვრების სისტემა თავიანთი თვითონვე შექმნა. კი ბატონო. ნახე ბოლო კითხვას დაგისვა და თან დავამთავროთ, იმიტომ რომ თან არ გადავტვირთოთ მაყურებელებს ამ ამბების ამას გააზრება უნდა. გააზრება უნდა, ბევრი თემა არის და ნახე როგორ რაღაც მაინტერესებს წეგან ხელბურთელის ამბავს იხსენებდა რომ კარიერის დასრულებასაც კი აპირებს და საერთოდ უნდა შეშვებოდა რა. მე როდესაც ბრუნდები ეგეთი სიტუაციიდან და იცი რომ სპორტული ფსიქოლოგი ამას მენტალური ცნელი როგორც თქვი. ეს არის პროცესი, როცა თქვათ 2 თვე ემზადები, 6 თვე ემზადები, 2 წელი ემზადები თუ მე ანებებ ამას, როცა უკეთ გახდები, აღარ გჭირდება თუ როგორ ხდება ეგ პროცესი, ეგეც რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს რა. მანდაც სპორტსმენზეა დამოკიდებული რა. ცოტა უკნიდან დავიწყებ. არსებობენ სპორტსმენები რომლებიც ჩემთან მოდიან რომ ერთი რაღაცა პრობლემა მაქვს, მოდი ამ პრობლემაზე ვიმუშავებ და მე წავალ. არსებობენ სპორტსმენები რომლებიც მოდიან და მიდი ძმაო გენდობი შენ და ვიმუშაოთ რაღაც პერიოდის განმავლობაში. მე პირდაპირ გითხრა 2 წლიანი გეგმა მაქვს გაწერილი. რა ამ თავდაჯერებაზე იქ ჩაშლილი მაქვს ყველაფერი როგორ უნდა ვიმუშაო, ამ მენტალურ უნარებზე თავიდან როგორ უნდა ვიმუშაო, მოკლედ ამ ყველაფერზე რა. და ეხა შენ კითხვას რომ დაუბრუნდე კიდევ რომ მე 2 თვე ვმუშაობ და მე ვჩერდები, ანუ მაგრა ვიმუშავე და მე ვჩერდები თუ რა ხდება? მანდაც 2 ტიპის სპორტსმენი არსებობს. ერთი რომლებიც ამ ყველაფერს მაგრა ითვისებენ, ვინც მაგრა ითვისებენ, შეიძლება მაგის მერე წერტილოვანი იყოს ჩემი ჩართვა რა, მაგალითად თვეში ერთხელ, თვეში 2ჯერ ჩავერთო სულ. მაგრამ არსებობენ სპორტსმენები, რომელსაც უნდა რომ სულ ელაპარაკო რა ის რაღაცეები, რაზეც ვისაუბრეთ კიდე თავიდან, იმიტომ რომ როგორც გითხარი ახლა მე ჩემს სპორტსმენებს ასაც ველაპარაკები, მაგათმა 100% რომ გამოიყენონ, არ ვიცი, ძალიან მაგარ შედეგს დადებენ, მაგრამ ვერ არა, წარმოუდგენელი არის ახლა რომ 100% გამოიყენონ და იყენებენ 30 ან 40 და მაინც მაგარ შედეგზე გადიან. ამიტომაც მანდ ჩემი რჩევა იქნება რა თქმა უნდა სულ უნდა ყავდეს. კი. უეჭველად სულ უნდა ყავდეს. ადონეზე არ უნდა იყოს თუ შეგიძლია. მე ნახე როგორ სამეთილო ჩამომიყალიბ და ეხა თუ ყავს ტაქტიკურად რა ჩვენ თქვი თავიდან რა ეხა მაგას მე დავწერ. თუ ყავს სიტყვაზე ფიზმომზადების მწვერვალი, თუ ყავს ტაქტიკური მწვერვალი, სულ ხო ყავს კარიერის განმავლობაში რა. ესეც მაშინ სულ გჭირდება, იმიტომ რომ ეხა რო ვფიქრობ, იგივე ნებისმიერ პროფესიაში ალბათ ეგრე იქნება რა, თუნდაც ჟურნალისტიკაში რა პროფესიაში ხარ მე ვარ, ძალიან კარგი იქნებოდა რომ ვიღაცა ეგრე გვერდიდან მეხმარებოდეს რა. და ნუ ალბათ ხო ყველამ უნდა გადავლახოთ ჩვენ თავში ეგ რომ ერთ დღეს მივიდეთ და ჩვენი თავი ვიპოვოთ პირველ რიგში როგორები ვართ და ჩვენ მე მაგალითად არ ვიცი ბოლომდე ალბათ როგორ ხო ანუ ეგ არის რომ უნდა იმუშაო მაგაზე უნდა შენ თავს დაეხმარო რომ უკეთესი გახდე. მადლობა იმის რომ ჩვენთან ერთად იყავი. ძალიან საინტერესო გამოვიდა და მსგავსი რამ YouTube-ში აქამდე არ ყოფილა რომ ასე თემებზე ესაუბროთ და მადლობა მაგის შენ რომ ესე მართლა გუწევად მოგვიყევი რა როგორ ხდება. შენ მადლობა. იმედი მაქვს რომ უფრო მეტი დაინტერესება იქნება, იმიტომ რომ ხოლოდ იმიტომ რომ შენ თქვა უფრო მეტად განვითარდა კიდე შენ. ხვებით არა პრობლემა. ხო, ანუ ის სპორტსმენები მინდა რომ უფრო მეტად განვითარდა, იმიტომ რომ ხედავ ეხა იმდენი ადამიანი მაგხსენდება გონებაში, ვისაც ჩემი აზრით ჭირდება ეგეთი რაღაცა. უბრალოდ ხო აი ეს კამერის წინ არ ვიტყვით და რა თქმა უნდა არ დავასახელოთ, მაგრამ
ბევრს ალბათ უკეთეს შედეგში დაეხმარებოდა. მადლობა ორტონას იმის თუ გვიმაშპიზა, მე ძალიან მომწონს მათრუდი. რა ვიცი, თან ის მიხარია რომ აქ იხარშება და ვიცი რომ კარგია რა და რაღაცა თქვა რაღაცა ისე წავსვათ. გადაირბენ უცბად ჩამოასხავ და მეს მადლობას გადაგიხდი მეც რო გითხრა უცბად რა რომ მადლობა შენ, წარმატებებს გისურვებ. ვიცი რომ შენც რა მიზანიც გაქვს, თუ არ დანებდები, ყველა ვარიანტში მიაღწევ. და თუ ყოველთვის ეს გზების ძიებაში იყავ. რა შეეხება ჩემს საკითხს, ამის თქვა მინდა ძალიან რომ სპორტსმენები ჩემთან რომ მოვიდნენ, გაცილებით უკეთესად იგრძნობენ თავს. და ეს ენთუზიაზმი არ ვიცი სხვანაირად როგორ დავანახო რა. იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეხლა ამ ეტაპზე მე მგონია რომ ეს საკითხი ვიცი რა და ამიტომაც მოდით. კი ბატონო. ადამიანს როცა უნდა რომ დაგეხმაროს და ამისთვის მზად არის თავიდან ბოლომდე, აუცილებლად იმსახურებს იმას, რომ მაგის ასე თქვა, შენ თავს დაეხმარო და მიცი საშუალება სხვას რომ დაგეხმაროს რა. და აუცილებლად ვეთქვი ჩვენს მაყურებელს რომ გამოიწერონ ჩვენი არხი, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ძალიან საინტერესო თემებზე იქნება და უკვე ნელ-ნელა უახლოვდებით ევროპის ჩემპიონატს, ახალგაზრდული ევროპა გვალავდება წინ. აქამდე მე მგონი არ გქონს ვიდეოში რომ მივდივართ, ვიქნებით სლოვაკეთში, ჟილინაში დავეწრებით ორ თამაშს და ერთ თამაშს ტრენჩინში, სკაუქს ქალაქში აქამდე უცხოეთში არ ყოფილვად, რაღაცა უცხო გარემო იქნება ჩემპიონატს, მაგრამ ძალიან საინტერესო ამბები გვალავდება და წინ კარგი ამბები გველოდებათ ამის თქმა მინდათ. ნახვამდის და მადლობა რომ გვიყურეთ.